ოკეანესთან დაკავშირებულ ისტორიებს შორის გემი მოჩვენებების შესახებ არსებული ლეგენდები ალბათ ყველაზე პოპულარულია. ამ იდუმალებით მოცული ხომალდების ეკიპაჟი უკვალოდ ქრება და მათი გაუჩინარების მიზეზს ვერასდროს ადგენენ. ზოგიერთი თვლის, რომ ეს ისტორიები გამოგონილია, მაგრამ ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემები რეგულარულად ჩნდებიან ზღვებში და ოკეანეებში. ამ ეპიზოდში ყველაზე იდუმალებით მოცული გემების შესახებ მოგიყვებით. 2018 წელს მიანმარის სამხრეთ სანაპიროსთან უცნაური გემი შეამჩნიეს. მრავალი მცდელობის მიუხედავად, რადიო შეტყობინებებს არავინ პასუხობდა. გემი სანაპიროს ერთი კვირის განმავლობაში უახლოვდებოდა და საბოლოოდ მის მიმდებარედ გაჩერდა. ცოტა ხნის შემდეგ სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა გემზე ასვლა გადაწყვიტეს და მალევე აღმოაჩინეს, რომ მასზე არავინ იყო. ვერავინ ხვდებოდა, როგორ აღმოჩნდა ასეთი დიდი ზომის ხომალდი მიანმარის წყლებში. მალევე ამ ფაქტის გამოძიება დაიწყო. გემის შესახებ არსებული ინფორმაცია საზღვაო რეესტრის ჩანაწერებში შემოწმდა. როგორც აღმოჩნდა, კონტეინერმზედი უკანასკნელად ტაივანში 2009 წელს მიანმარში გამოჩენამდე თითქმის 10 წლით ადრე შენიშნეს. კონტეინერმზედის სიგრძე 177 მეტრი იყო და შესაბამისად მისი შემჩნევა სხვა გემებისთვის რთული არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ არავინ იცის თუ სად იმყოფებოდა ეს გემი წლების განმავლობაში და რაც ყველაზე მთავარია, სად გაქრნენ ეკიპაჟის წევრები. 2011 წელს, როდესაც იაპონიას თავს გამანადგურებელი ცუნამი დაატყდა, მინიმუმ 22 გემი გაუჩინარდა. ცუნამის შედეგად გამოწვეული ქაოსის შემდეგ, რა თქმა უნდა, მათი ძებნა არავის დაუწყია, რადგან ყველა ფიქრობდა, რომ ასეთ გამანადგურებელ სტიქიას ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩებოდა. მაგრამ ერთ-ერთი გემი, სახელწოდებით რიოუნმარუ, რომლის სიგრძეც 50 მეტრი იყო, ერთი წლის შემდეგ ალასკის სანაპიროსთან გამოჩნდა. ის ამერიკისა და კანადის საზღვრიდან 290 კილომეტრის მოშორებით აღმოჩნდა. გემის მდგომარეობის შეფასების შემდეგ დადგინდა, რომ ზღვაში დიდ ხანს ყოფნის გამო მისი საწვავის ავზი საკმაოდ დაზიანებული იყო. ასეთ სიტუაციაში მისი ნაპირზე გამოყვანის მცდელობა საკმაოდ დიდ რისკს შეიცავდა. ამიტომაც სანაპირო დაცვამ მისი ჩაძირვის გადაწყვეტილება მიიღო. ცეცხლმოკიდებული თევზსაჭერი გემი ნელ-ნელა დაეშვა ოკეანის ფსკერზე, რის შემდეგაც მისი ისტორია სამუდამოდ დავიწყებას მიეცა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა ავსტრალიის სანაპიროზე κουინსლენდის მიმდებარედ 2006 წელს აღმოჩენილ გემს უკავშირდება. მისი დათვალიერების შემდეგ დადგინდა, რომ გემს არანაირი საიდენტიფიკაციო ნიშანი არ ჰქონდა. მისი სიგრძე 80 მეტრი იყო და ჩანდა, რომ მას წყალში საკმაოდ დიდი ხანი გაეტარებინა. გემის შესწავლისას რამდენიმე საბუთიც აღმოაჩინეს, რომელშიც მისი სახელი ეწერა, მაგრამ არავინ იცოდა თუ სად მდებარეობდა მისი პორტი. ყველაფერთან ერთად პორტზე დიდი რაოდენობით ბრინჯიც ინახებოდა. შესაძლოა ხომალდი თევზმჭერი გემების საკვების მარაგებს ავსტრალიის სანაპიროს მიმდებარე დავსებდა. მისი რეალური წარმომავლობა დღემდე უცნობი რჩება. კუნძულ სარდინიის სანაპიროს მილიონერების სათამაშო მოედანს უწოდებენ. 2006 წელს ამ სანაპიროს მიმდებარე დიალქნიანი გემი გამოჩნდა. მისი ღირებულება მინიმუმ $600,000 უნდა ყოფილიყო. გემი კლდიან სანაპიროს დიდი სისწრაფით უახლოვდებოდა, მაგრამ სანაპიროს დაცვამ მასზე ასვლა და შეჯახების თავიდან არიდება დროულად მოახერხა. მისი შესწავლისას პორტზე ხმელთაშუა ზღვის რუკები, მიმოფანტული ტანსაცმელი და მაგიდაზე დატოვებული საკვები აღმოაჩინეს. უცნაურია, მაგრამ ინფორმაცია გემის ნავიგაციური ისტორიის შესახებ ვიღაცას სრულიად წაეშალა. მისი დათვალიერება სანაპიროს დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დივანის ქვეშ დაფა აღმოაჩინა, რომელზეც ბელამიკა ეწერა. ვიღაცას ის გამიზნულად დაემალა. როდესაც ეს სახელი საზღვაო რეესტრში გადაამოწმეს, აღმოჩნდა, რომ არც ერთი გემი მსგავსი სახელით არ ფიქსირდებოდა. შესაძლოა იყო მისი მეპატრონე ზღვაში ჩავარდნილიყო, ან საერთოდაც ეს გემი უკანონო ვაჭრობისთვის გამოეყენებინათ. 13 დღის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში მამაკაცი გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ გემი მას ეკუთვნოდა და რამდენიმე კვირის წინ ის ერთ-ერთ პორტში დაეტოვებინა. მისთვის უცნობი იყო თუ სად იმყოფებოდა გემი ამ დროის განმავლობაში და რაც ყველაზე მთავარია, რისთვის დასჭირდათ მისი მოპარვა. ერთ დღეს ფოტოგრაფმა ჯეისონ ესილინმა მიჩიგანის ერთ-ერთ ტბაზე საინტერესო კადრების გადაღება გადაწყვიტა. ტბაზე ყოფნისას მან დიდი ზომის გემი მოჩვენება შენიშნა და მისი კამერაზე დაფიქსირებაც კი შეძლო. ზოგიერთი კრიტიკოსი თვლის, რომ ეს იდუმალებით მოცული სილუეტი სინამდვილეში გრანიტის კუნძულის შუქურაა, რომელიც სანაპიროდან 19 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მისი ასეთი ზომა გამოწვეულია იმ პრინციპით, რა პრინციპითაც აღიქვამს ადამიანის შორს მდებარე მცირე ზომის ობიექტებს. ზუსტად ამიტომაც გვეჩვენება მზედამთვარე უფრო დიდი ზომის მაშინ, როდესაც ისინი ჰორიზონტზე არიან. ადამიანის აღქმის ეს თავისებურება ნამდვილად საინტერესო ილუზიებს იწვევს, მაგრამ ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამ კადრებზე ნამდვილი გემი მოჩვენებაა აღბეჭდილი. ასეთი უჩვეულო მირაჟების დაფიქსირება ჯეისონის გარდა სხვა ადამიანებმაც მოახერხეს, მაგრამ მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამ მოვლენების რეალური მიზეზი მირაჟის ერთ-ერთი ნაირსახეობა ფატამორგანაა. ეს ილუზია სპეციალური ატმოსფერული და ვიზუალური პირობების დროს აღმოცენდება. თავდაპირველად წყალთან ახლოს არსებული ცივი ჰაერის მასა შედარებით თბილი ჰაერის ფენით იფარება. ამის შემდეგ მზის სხივები ცივი და თბილი ჰაერის ფენებში აღწევენ, რის გამოც სინათლე საკუთარ კუთხეს იცვლის, სრულ შინაგან არეკლას განიცდის და თვალს მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება.
2011 წელს ახალი ზელანდიის სანაპიროს მიმართულებით 236 მეტრიანი კონტეინერი მზიდი მიცურავდა. ეკიპაჟის წევრებს ხმელეთამდე სწრაფად მისვლა სურდათ და ამიტომაც მათ გზის შემოკლება გადაწყვიტეს. კურსის ცვლილებიდან მალევე გემი ერთ-ერთ რიფს შეეჯახა. შეჯახების შედეგად დიდი რაოდენობით მაზუთი ზღვაში ჩაიღვარა. 4 დღის შემდეგ მაზუთის 5 კილომეტრიანმა ზოლმა ახალი ზელანდიის ზღვის ფაუნის განადგურება დაიწყო. ეს მოვლენა მოგვიანებით ქვეყნის ყველაზე ცუდ საზღვაო ეკოლოგიურ კატასტროფად დასახელდა. ხელისუფლება კატასტროფის შეჩერებას მთელი ძალებით ცდილობდა, მაგრამ ძლიერი ტალღების გამო გემი ორ ნაწილად გაიყო და 90 ცალი დიდი ზომის ლითონის კონტეინერი წყალში ჩავარდა. 2012 წლის დასაწყისში გემმა ჩაძირვა დაიწყო. ახალი ზელანდიის მთავრობა გემის ნაწილების ამოღებას იქამდე გეგმავდა, სანამ ის წყალქვეშ სრულიად აღმოჩნდებოდა, მაგრამ მათ დააგვიანდათ. ზღვის ფსკერიდან 24,000 ტონა ნარჩენები ამოიტანეს. ხელისუფლება ამ კატასტროფის ნებისმიერი კვალის დაფარვას ცდილობდა, მაგრამ გემის ნაწილები დღესაც ოკეანის ფსკერზეა და ალბათ ახალი ზელანდიის მაცხოვრებლები მის დავიწყებას ვერასდროს შეძლებენ. ოკეანეში უმიზნოთ მოტივტივე გემების უმეტესობამ სატვირთო ხომალდების ტიპს მიეკუთვნება, მაგრამ ორთქლმავალი სახელწოდებით ამერიკის ვარსკვლავი მათგან საკმაოდ განსხვავებული იყო. ეს გემი 1940 წელს ააგეს და მისი 54 წლიანი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში მას სახელი 7 ჯერ შეუცვალეს. 1993 წელს ეს გემი ტაილანდურ კომპანიას მიჰყიდეს, რომელსაც მისი დიდებული სახელის დაბრუნება სურდა, მაგრამ როდესაც საბერძნეთიდან ტაილანდის მიმართულებით გემის გადაყვანის ოპერაცია დაიწყო, ამინდმა ყველაფერი გააფუჭა. ატლანტის ოკეანის თავზე დაწყებულმა ძლიერმა შტორმმა უდიდესი ტალღები წარმოქმნა, რის გამოც გემი კუნძულ ფუერტავენტურას სანაპიროსთან ახლოს მდებარე რიფს შეეჯახა. შეჯახებისას ის იმდენად გადაიხარა, რომ მის სინაპირზე გამოყვანა ან დაშლა შეუძლებელი იყო. 48 საათის განმავლობაში ძლიერმა ტალღებმა ძველი გემი ორ ნაწილად გაყო. 2010 წლისთვის ამერიკის ვარსკვლავი წყალქვეშ სრულიად ჩაიძირა. 1872 წელს აზორის კუნძულებიდან 600 კილომეტრის მოშორებით იალქნიანი გემი აღმოაჩინეს. ეკიპაჟის ნივთები კაიუტაში ხელუხლებელი ეწყო. პირადი ნივთების გარდა გემზე 1701 ცალი სპირტის კასრი და 6 თვის სამყოფი საკვების მარაგი აღმოაჩინეს, მაგრამ ბორტზე არც ერთი ადამიანი არ იმყოფებოდა. ჩანაწერებით ირკვევა, რომ ეკიპაჟი 10 წევრისგან შედგებოდა. გემის კაპიტანი ბენჟამინ ბრიქსი იყო, რომელსაც მოგზაურობაში საკუთარი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი წამოიყვანა. ამიდუმალებით მოცული გემის ამბავი უამრავ მითსა თუ ლეგენდას დაედო საფუძვლად და დღემდე მეცნიერები მისი საიდუმლო სამოხსნას უშედეგოდ ცდილობენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად გემს თავს მეკობრეები დაესხნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ გემიდან ძვირფასი ნივთები უნდა წაეღოთ. მეორე ვერსია მარია სელესტას მდგომარეობას ეფუძნება. როდესაც ის პირველად აღმოაჩინეს, სატვირთო განყოფილება დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე წყლით იყო დაფარული, ხოლო გემის დანარჩენ ნაწილში უფრო მეტი წყალი დაგროვილიყო. ამ ფაქტის მიუხედავად გემს ცურვა მაინც შეეძლო, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ მარია სელესტა ბუქსირის გამოყენებით გიბრალტარამდე გადაიყვანეს. სავარაუდოა, რომ კაპიტანს გემის ჩაძირვის ეშინოდა და ამიტომაც საკუთარი ოჯახის გადასარჩენად მან მისი დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რაც არ უნდა იყოს ფაქტია, რომ ეკიპაჟმა გემზე დარჩენას ნავში ჩაჯდომა და მისგან შორს წასვლა ამჯობინა. 2020 წლის თებერვალში ირლანდიაში მომხდარი ძლიერი შტორმის შემდეგ კორკის საგრაფოს სანაპიროზე უცნაური გემი გამოჩნდა. 76 მეტრიანი გემი საკმაოდ ძველებურად გამოიყურებოდა და მის ბორტზე არავინ იყო. როგორც აღმოჩნდა, გემს ალტა ერქვა და ის 1 წლის წინ ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა. გემი საბერძნეთიდან ჰაიტის მიმართულებით მიცურავდა, როდესაც ბერმუდის კუნძულებიდან 2000 კილომეტრის მოშორებით მისი ძრავი მწყობრიდან გამოვიდა. გემის შეკეთება შეუძლებელი იყო და 10 ადამიანისგან შემდგარმა ეკიპაჟმა მისი დატოვება გადაწყვიტა. ისინი ამერიკის სანაპირო დაცვამ გადაარჩინა. მოგვიანებით გემის ბუქსირით გადაყვანისას მას თავს მეკობრეები დაესხნენ. ამის შემდეგ ალტას კვალი დიდი ხნით იკარგება. 2019 წლის სექტემბერში საპატრულო გემი მას ატლანტის ოკეანეში შემთხვევით წააწყდა. ოკეანის დინებამ ალტა აფრიკისა და ესპანეთის სანაპიროს გავლით წაიყვანა და სწორედ ამის შემდეგ აღმოჩნდა გემი ირლანდიის სანაპიროზე. წინა გემებისგან განსხვავებით, ეს გემი რომელიმე სანაპიროზე მოულოდნელად არ გამოჩენილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი ისტორია საკმაოდ შთამბეჭდავია. არისკანი ამერიკის ფლოტის ერთ-ერთი ავიამზიდი იყო, რომელიც წყალში ჯერ კიდევ 1945 წელს ჩაუშვეს. 278 მეტრის სიგრძის ავიამზიდს 82 თვითმფრინავის გადაყვანა შეეძლო. მან კორეისა და ვიეტნამის ომში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 50 წლის შემდეგ, 1994 წელს ამ გემის მდგომარეობა საკმაოდ ცუდი იყო. გარემოს დაცვის სააგენტოდან თანხმობის მიღების შემდეგ მისი მექსიკის ყურეში ჩაძირვა გადაწყდა. არისკანი გახდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ხომალდი, რომელიც გამიზნულად ჩაძირეს, რათა მისგან ხელოვნური რიფი შეექმნათ. 2006 წლის მაისში ის სანაპიროდან 38 კილომეტრის მოშორებით გადაიტანეს. 227 კილოგრამი ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთეს და შემდეგ ააფეთქეს. აფეთქებიდან 37 წუთის შემდეგ ეს დიდებული ავიამზიდი ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა. დღეისათვის ის 68 მეტრის სიღრმეზე იმყოფება და თვითმფრინავებისა და ადამიანების გადაყვანის ნაცვლად წყალქვეშა ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.
2007 წლის აპრილში სამმა მეგობარმა იახტით ავსტრალიის სანაპიროს დატოვება გადაწყვიტა. ბესპატონი და ძმები ტანსტენდები ზღვაში ორთვიან დასვენებას გეგმავდნენ, მაგრამ მათი იახტა 5 დღის შემდეგ სანაპიროდან 160 კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს. ძრავი მუშაობდა. მაგიდაზე ყავით სავსე ფინჯნები ეწყო, ხოლო მთავარ კაბინაში ნოუთბუქი ჩართული დაეტოვებინათ. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ სამაშველო ჟილეტები იახტაზე ხელუხლებლად იდო. თითქოს ეს ადამიანები მოულოდნელად გაუჩინარდნენ. თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ იახტას ერთი აფრა დაზიანებოდა, მისი მდგომარეობა ნორმალური იყო. ფიქრობდნენ, რომ ეკიპაჟის წევრები წყალში გადავარდნენ. ამიტომაც სახმელეთო დაცვამ მათი ძებნა დაიწყო. სამწუხაროდ მათ კვალს ვერსად მიაგნეს. ფაქტების გამოძიებისას იახტაზე ვიდეო ჩანაწერი აღმოაჩინეს, რომელიც როგორც ჩანს, მეგობრების გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე იყო გადაღებული. ვიდეოზე მათი თევზაობა იყო გადაღებული და გარდა ამისა, ჩანდა, რომ ამინდი უარესდებოდა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ვარაუდობს, რომ მეგობრებმა სადაზღვეო კომპანიისგან დიდი თანხის მიღების მიზნით საკუთარი სიკვდილი გაითამაშეს. ასეთ შემთხვევაში მათი ოჯახები საკმაოდ დიდ თანხას მიიღებდნენ, მაგრამ მოგვიანებით გაჩნდა ვერსიაც იმის შესახებ, რომ ყველაფრის მიზეზი უბედური შემთხვევების სერია გახდა. სავარაუდოდ, ძმებიდან ერთ-ერთი შემთხვევით წყალში ჩავარდა მას შემდეგ, რაც ის ზღვიდან ბადის ამოღებას ცდილობდა. ამის შემდეგ მეორე ძმა მის გადასარჩენად წყალში გადახდა. მეგობრების ზღვიდან ამოყვანის მიზნით ბესპატონმა იახტის მოbrunებას სცადა. მოbrunებისას ძლიერმა ტალღებმა გემის რყევა გამოიწვიეს, რის გამოც მესამე ადამიანიც წყალში ჩავარდა. სამივე მეგობარი წყალში აღმოჩნდა, ხოლო ზღვაში სამაშველო ჟილეტების და ერთადერთი ტრანსპორტის გარეშე დარჩენილმა ადამიანებმა ყოველგვარი გადარჩენის შანსი დაკარგეს. ოკეანეში გემის გაუჩინარება საკმაოდ ცუდად ჟღერს, მაგრამ ამ გემის ეკიპაჟისთვის ეს მხოლოდ კოშმარის დასაწყისი აღმოჩნდა. 2008 წელს კუნძული კირიბატის სანაპიროს მახლობლად მცირე ზომის თევზსაჭერი გემი გამოჩნდა. 50 ტონიანი გემის ბორტზე არავინ იყო. მას ხანძრის კვალი ეტყობოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ გემზე საკმაოდ ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რის შემდეგაც კაპიტანმა და ეკიპაჟის 27 წევრმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და სამაშველო ჟილეტებით ოკეანეში გადახდნენ. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ გემზე ხანძარი რამდენიმე დღით ადრე გაჩენილიყო, რაც მისი ეკიპაჟის დროულად მოძებნის და მათი გადარჩენის ალბათობას საგრძნობლად ამცირებდა. ამ გემიდან განხორციელებული უკანასკნელი შეტყობინება 28 ოქტომბრით თარიღდებოდა, ხოლო დამწვარი გემი 9 ნოემბერს აღმოაჩინეს. ოკეანეში თითქმის 2 კვირის გატარება სასმელი წყლისა და საკვების გარეშე შეუძლებელი იყო. ამერიკისა და ახალი ზელანდიის ავიაცია მათ პოვნას თვითმფრინავებით ცდილობდა, ხოლო ფიჯის სანაპირო დაცვა დამატებით ტერიტორიებს ათვალიერებდა, მაგრამ 36 საათიანი ოპერაციის შემდეგ ეკიპაჟის კვალს ვერსად მიაგნეს. დღის ბოლოს მზის ჩასვლისას სამაშველო ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა. ზოგიერთი გემი ეკიპაჟის წევრების გაუჩინარებითაა ცნობილი, მაგრამ ამ გემს პოპულარობა მისმა ზომამ მოუტანა. გემის სიგრძე 220 მეტრი, ხოლო წონა 1565 ტონა იყო. ის 1970 წლისთვის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ საუკეთესო გემად ითვლებოდა, მაგრამ ძვირადღირებული ტექნიკური დათვალიერების და ცუდი მანევრირების გამო გემი ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. 2011 წელს კანადაში ჩატარებულმა შემოწმებამ გემზე უამრავი ხარვეზი აღმოაჩინა. გემის შეკეთების თანხის გადახდა არავის სურდა და ამიტომაც ის გადამზიდ კომპანია ნეპტუნს მიჰყიდეს. ერთი წლის შემდეგ 2013 წლის იანვარში გემის ბუქსირით გადაყვანა დომინიკელთა რესპუბლიკაში გადაწყდა. ცუდი ამინდის გამო საბუქსირო ტროსი გაწყდა, ხოლო გემმა მიმართულება შეიცვალა. პასუხისმგებლობა ოფიციალურ მეპატრონეს ნეპტუნს დაეკისრა, მაგრამ კომპანია ჩარევას არ აპირებდა. არსებობდა საშიშროება იმისა, რომ გემი ნავთობის პლატფორმას შეეჯახებოდა. ამიტომაც კანადის სანაპირო დაცვამ მასზე დროებითი კონტროლი მოიპოვა, მაგრამ მოულოდნელად დაწყებული შტორმის გამო ბუქსირის ტროსი ამჯერადაც გაწყდა და მათი განმეორებითი დამაგრება შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომაც კანადის სანაპირო დაცვამ გემი საერთაშორისო წყლებში დატოვა. ამის შემდეგ ის მოულოდნელად გაქრა. რამდენიმე კვირის განმავლობაში არავინ იცოდა თუ რა ბედი ეწია ამ დიდი ზომის საკრუიზო გემს. ზოგიერთი თვლიდა, რომ ის უბრალოდ ჩაიძირა, მაგრამ თებერვლის ბოლოს გემი ირლანდიის სანაპიროდან 2415 კილომეტრის მოშორებით ერთ-ერთმა საკრუიზო გემმა შეამჩნია. ამის შემდეგ ის ოკეანეში სამუდამოდ გაუჩინარდა.